კარიბის ზღვის სიღრმეში, სადაც 1708 წელს ესპანური გემი სან ხოსე ჩაიძირა, კოლუმბიელმა მეცნიერებმა ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს. წყლის ქვეშ კვლევის დროს მათ იპოვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი. მათ შორის ერთი ქვემეხი, 3 მონეტა და ფაიფურის 2 ჭიქა, რომლებიც ფაქტობრივად არ არის დაზიანებული. კოლუმბიის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს თეთრი ფაიფურის ჭიქები, ლურჯი ორნამენტებით. აქ არის 2 ტონანახევრიანი ბრინჯაოს ქვემეხი, რომელიც სან ხოსეზე განლაგებულ 64 ქვემეხთაგან ერთ-ერთია. იგი შესანიშნავ მდგომარეობაშია. არქეოლოგიური კვლევის ნებართვა კოლუმბიის ხელისუფლებამ გასულ წელს გასცა და მისი მიზანია ჩაძირვის მიზეზების დადგენა და დეტალების მეცნიერული შესწავლა. სან ხოსე ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული გემი იყო. ვარაუდობენ, რომ იქ 11 მილიონამდე ოქროსა და ვერცხლის მონეტა, სურმუხტი და სხვა ძვირფასი ნივთი ინახებოდა, რომელთა ღირებულებაც შესაძლოა დღესაც მილიარდებს აღწევდეს. თუმცა კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ექსპედიციის მიზანი არა საგანძური სამოღება, არამედ სამეცნიერო კვლევის ჩატარებაა.